რისი დგომა სურს შენს წინაპრებს? წინაპრები გეუბნებიან. გახსოვდეს ვინ ხარ, ირწმუნე შენი თავი, შენი გზა, მოусმინე საკუთარ შინაგან და სულიერ ხმას. ახლა დროა ჩაღრმავდე საკუთარ გრძნობებსა და ინტუიციაში. პასუხები, რომლებიც გინდა რომ მიპოვო შენ შიგნითაა, სიჩუმეში, შენშია, სიზმრებში, სიმშვიდეში, შენს შიშებში. ჩვენ შენი გვესმის გეუბნებიან. შენ ჩვენი ლოცვა ხარ, შენ ჩვენზე ლოცულობ და ჩვენც ლოცულობთ შენზე. შენი სიზმრები, შენი შინაგანი ხმა, ესაა ჩვენი ხმაც. შენ უფრო მეტი იცი, ვიდრე ფიქრობ. შენ უფრო მეტი იცი. არ გაჩერდე შიშის გამო, გეუბნებიან. შენ გადალახავ შენ სირთულეებს. შენ ძალიან ძლიერი ხასიათის მატარებელი ხარ. თუ გადაწყვეტილების მიღების წინაშე ხართ, იცოდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ისინი თქვენს მხარეს არიან. მათ თქვენი ესმით, სხვათა შორის. გეუბნებიან, რომ თქვენშია გაგრძელება იმ ყველაფრის, რაც თვითონ მათმა დაიწყეს. თქვენ გაქვთ მათგან ის სიბრძნე და სიყვარული, რომელსაც გენეტიკურად ატარებთ და ამას ვერავინ ვერ წაგართმევს. გურუნ ქალში ამოდიან ადამიანები, ვისაც აქვს სერიოზული ინტუიცია. ინტუიციურად ძალიან ძლიერები ხართ. ინტუიციურად გრძნობთ ხალხს, ხართ ემპატების ავარაუდოდ და გრძნობთ ამ პასუხებს სამყაროსგან, ხო? გრძნობთ როგორ გესაუბრებიან თქვენი წინაპრები, როგორ მინიშნებებს გაძლევენ, როგორ გფარავენ, სავარაუდოდ ასეც გრძნობთ. გრძნობთ, რომ თქვენ ხართ მათი შრომის ნაყოფი. თქვენს გარშემო არიან. თქვენ ხართ მათი მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, მფარველობენ. ჩვენ შენში გავაღვიძეთ ეს ინტუიცია, რა ინტუიციასაც ატარებ. გეუბნებიან, რომ დროა ჩაანაცვლო შიში დაკვირვებით, შენს თავს მეტი ნდობა მიეციო, გეუბნებიან. შეხედეთ, ბალანსებს გაძლევენ. ჩვენ გაძლევთ ბალანსირებას, სულიერსაც და მატერიალურსაც, არ მიგატოვებენ, გეუბნებიან. შეავსე შენი სული სიმშვიდით, გეუბნებიან, ნუ კონფლიქტობ. ვიღაცასთან კონფლიქტობ, შეიძლება ეს იყოს საკუთარ თავთან კონფლიქტი სხვათა შორის. თვითგანადგურება საკუთარ თავთან შესაძლოა იყოს კონფლიქტი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სულ გუშინაც ამოდიოდა ემოციურად ესაუბრება, რომ ვისაც არ მოსწონს საკუთარი თავი, ვისაც არ უყვარს საკუთარი თავი, აუცილებლად უნდა შეიყვაროს, როგორიც არ უნდა იყოს. შეავსე სული სიმშვიდით, გეუბნებიან.